ქუთაისში არაერთ ლოკაციაზე ახალი ტიპის კონტეინერს შენიშნავთ, რაც ესთეტიურ მხარესაც ქმნის და 3 სექცია აქვს, სადაც ქაღალდის, მუყაოს და პლასტმასის ნარჩენების მოთავსებაა შესაძლებელი. ვსვლათ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრი აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ცხაკაია ისაუბრებს. ალბათ უკვე ქუთაისლებმაში ამჩნიეს და ქუთაისის სტუმრებმა რომ ქალაქში დაიდგა ახალი ტიპის კონტეინერები, ესეთი კარადები, რომელშიც შედგმულია სპეციალური კონტეინერები და ჩვენ უკვე უფრო ესთეტიურად ლამაზ გარემოში შეგვიძლია ნარჩენების სეპარირებული შეგროვება ვაწარმოოთ და ამასთან ერთად არა მარტო პლასმასის ნარჩენები, არამედ ქაღალდის და მუყაოს ნარჩენები შეიძლება განთავსდეს ამ კონტეინერებში. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აი ეს ადგილები, სადაც დაიდგა აი ეს კარადები, 3 სექციანი კარადებია, 3 კარები გააჩნია, შესაძლებელია პლასტიკის, პლასმასის ნარჩენების სეპარირება, ასევე ქაღალდი, მუყაო და თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ჩვეულებრივი აი მთლიანად ყველა ნარჩენებისთვისაც არის განკუთვნილი მესამე სექცია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რა თქმა უნდა, რომ დაუკვირდეთ, რომელ სექციაში ვათავსებთ ნარჩენებს და შესაბამისად პლასმასი ცალკე მოვათავსოთ, ქაღალდი ცალკე და თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ყველა ნარჩენი მოვათავსოთ იმ მესამე კონტეინერში, რომელიც ასევე არის ამ კონტეინერებთან ერთად დადგმული. ამით ჩვენ ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ. ზოგადად ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების როლი ნარჩენების მართვასთან მიმართებაში საკმაოდ დიდია, რადგანაც ჩვენ გვაქვს დეკლარირებული ჩვენს ქვეყანაში, რომ სეპარირებას ვახორციელებთ ეგრეთ წოდებულ წყაროსთან სეპარირებას. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ნარჩენების წარმომქმნელები, ჩვენ თავად ვახარისხებთ ფრაქციების მიხედვით და შესაბამისად ვათავსებთ კონტეინერებში, ან შეიძლება მიმღებ პუნქტს ვაბარებთ, მაგრამ ჩვენ თავად განკარგავთ აი ამ ტიპის ნარჩენებს ჩვენს ქალაქში თუ რა შესაძლებლობა არსებობს იმის მიხედვით.